ბათუმის შერატონში სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი გაიხსნა. შეხვედრაში 14 ქვეყნის შტაბების ხელმძღვანელები იღებენ მონაწილეობას. მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. დეტალებით ბათუმიდან ჩემი კოლეგა თეონა ბაკურიძე ჩაგვერთვება. თეონა, გისმენთ. დიახნატა მინისტერიალის გახსნისას ევროპის 14 ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე მიესალმა. მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს პატივი სამხრეთ აღმოსავლეთ ქვეყნების მინისტერიალის ფარგლებში შტაბების უფროსების მოადგილების შეხვედრას უმასპინძლოს. შეხვედრაზე თანამშრომლობის სხვადასხვა ინიციატივებს განიხილავენ, რომელიც ძირითადად რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობას და მონაწილე ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ემსახურება. გარდა ამისა, ლევან დოლიძის განცხადებით, დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება ქართული მხარის ინიციატივით. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ვახტანგ კაპანაძე 4 მხრივ შეხვედრას გამართავს. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. მასპინძლობისთვის დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს. ძალიან მნიშვნელოვანია შეხვედრის შედეგები. დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ ფორმატის მნიშვნელობა და ის, რომ ასეთი ურთიერთობის გაგრძელება აუცილებელია. ქართული მხარის ინიციატივით გაიმართება ნატოს ასპირანტი ქვეყნების შეხვედრა 4 მხრივ ფორმატში, რაც თავისთავად საფუძველს ჩაუყრის ასპირანტების თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში და უზრუნველყოფს დემონსტრირებას ჩვენი ერთობლივი ძალისხმევისა ნატოსთან თავსებადობის თვალსაზრისით. საქართველოს მინისტერიალში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ეს ხელს უწყობს ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის მიზანი მონაწილე ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავება და მათი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. როგორც უკვე აღნიშნა, დღის მეორე ნახევარში დაგეგმილი არის გენერალ ვახტანგ კაპანაძის 4 მხრივი შეხვედრა მონტენეგროელ, ბოსნია-ჰერცეგოვინელ და მაკედონიელ კოლეგებთან. მანამდე კი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე მის იტალიელ კოლეგასთან გამართავს შეხვედრას. დიდი მადლობა, თეონა ბაკურიძე საუბრობდა ბათუმიდან პირდაპირ ეთერში.